მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ თანამედროვე სათეატრო პროცესებზე საუბარს. ქალბატონი ლელა ოჩიაური და ქალბატონი თამთაკაჯაი არიან ჩვენი სტუმრები და ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ქალბატონ ნინო ლიპარტიანის ჯგუფის მესამე კურსის სპექტაკლზე, რომელსაც ასე ქვია ხამის აურზაური და თეატრალური უნივერსიტეტის დოდო ალექსიძის სასწავლო თეატრში მოხდა სპექტაკლის პრემიერა და უნდა მოგახსენოთ, რომ ერთ-ერთი მთავარი არსი, რაც არის სტუდენტური სპექტაკლის, სამწუხაროდ ზოგჯერ გვინახავს სპექტაკლი, სადაც 2-3 მსახიობზე აქცენტი და დანარჩენი სტუდენტების შესაძლებლობების აღქმის შესაძლებლობა არ გეძლევა. და აქ იყო იმდენად სწორად არჩეული პიესა, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდა შანსი, რომ ბოლომდე წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებლობები და წარმოჩინდა მეტნაკლებად, რაც ძალიან ბუნებრივია და როგორც ხდება ხოლმე, რომ ჯგუფიდან ერთი მაინც თუ დარჩა პროფესიაში, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი ჯგუფი წარმატებული გამოდგა. ქალბატონო ლელა, რითი არის ეს სპექტაკლი გამორჩეული და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ სტუდენტებისთვის რაღაც რეკომენდაციების მიცემა, ეს ის ასაკია, როცა გისმენენ და აინტერესებთ და მე უკვე თავისით მიდიან ხოლმე. მოგესალმებით. აი გავაგრძელებთ თქვენს ნათქვამს სტუდენტურ სპექტაკლებთან დაკავშირებით და ახლა დამეთანხმება ყველა ალბათ, რომ ის ოდნავ მაინც კავშირშია სამების პროცესთან და სტუდენტებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც თეატრის მომავალი მსახიობები ხდნენ, წარმოადგენენ დღეს ხვალ ქართულ თეატრს და რა თქმა უნდა ძალიან გაფაციცებით და ესე ვუყურებთ ხოლმე ხო სტუდენტებს. მათ ნამუშევარს, იმიტომ რომ ახალი აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს და ძალიან სწორედ შენიშნეთ, რომ ამ სპექტაკლში მართლაც ყველას აქვს მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, საკუთარი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობების გამომჟღავნების და გამოყენების საშუალება, რაც პირველ რიგში, თქმა უნდა, არის პედაგოგის ქალბატონ ნინოს დამსახურება, რომელმაც მართლა პიესა ზუსტად შეერჩია და ზუსტად გიქრობ განაწილა როლები და ამავე დროს მისცა სტუდენტებს სხვადასხვა ფორმაში ვერ ვიტყვი ხა ბოლომდე, მაგრამ სხვადასხვა ხასიათების რაღაც ერთობლივად ამხილავთ ხასიათებზე ინდივიდუალურად და პარტნიორებთან კავშირის შესაძლებლობა, ხო? და თან მართლა საინტერესოა ჟანრი, თვითონ რა ჟანრია, ხო? ისეთი მოვლენილი ჟანრია, ფსიქოლოგიური, ხან დეტექტივია, თუ კიდევ რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კარგად დავაკვირდეთ ნაირფერობა სტუდენტების. რა თქმა უნდა და რას გრძნობენ ესენი, როდესაც აი ამ სიტუაციაში მუშაობენ და ჩვენ ხშირად ვტყუდებით ხოლმე სტუდენტური სპექტაკლების მსახიობი სტუდენტების მუშაობის ზედაკურების დროს, რადგან ხშირად ვხატყუებს ეს არის ოსტატთან მუშაობის შედეგი თუ მათი პირადი ასე ვთქვათ დამსახურებაც. ჯერჯერობით არ ვიცი ვტყუდებით თუ არა, მაგრამ მე მგონი ორივეა და საკმაოდ საინტერესოა. როდესაც ესმით პედაგოგის და როდესაც ესმით ერთმანეთის, ხო? ეს არის ალბათ ერთ-ერთი საფუძველი ზოგადად ხელოვნების თეატრის სტუდენტობის თუ უკვე აღარ სტუდენტობის და მართლა საინტერესო იყო და ფიქრობ, რომ აქვს მათ ნამდვილად ამ ეტაპზე მონაცემები, რომ მუშაობით, პრაქტიკით, საკუთარ თავზე დაკვირვებით, რაღაცების კიდევ უფრო შესწავლით, მართლა რაღაც კარგ შედეგამდე ხო, ჯგუფს რო უყურებთ, თამთა გამართული ჯგუფია, რაღაც აი ინდივიდებისგან შემდგარი ჯგუფია, სადაც ეს რაღაცა პოზიცია ყველგან ჩანს. თუმცა აი როცა უკვე ურთიერთობებთან მიდის საქმე, ალბათ აქ ცხოვრებისეული პრაქტიკა, გამოცდილება, რაღაც ცხოვრების ცოდნა გჭირდება და რაღაც მომენტებში აი ეს წყვეტა ჩნდება და რიტმის გრძნობა, რომელიც რაღაცა ხანდახან გიჩნდება განცდა, რომ აჩქარდეს, რაც დიდ არტისტებს უჭირთ ხოლმე. ამიტომ
ავიცდათ მოგესალმებით. ერთ რაც მინდა ვთქვა, ეს დავჩვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თეატრალურ უნივერსიტეტში ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ისეთ სპექტაკლებს ვნახავთ, რომ აგერ უკვე მე რამდენი ბლოგი იწერება და არ ჩამოვარდება, ვფიქრობ პროფესიულ თეატრებს და თუ გამithვალისწინებთ იმას, რომ სტუდენტები არიან, სულ ვაბობ, რომ ძალიან განსაკუთრებით კარგი თაობა მოდის და გამორჩეულები, ლაღები, სიცოცხლის უნარიანები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კოლეგები არიან ერთმანეთის, იმიტომ რომ ამ სპექტაკლშიც ერთ-ერთი მსახიობი ანა თოგოშვილი არის დიმიტრი ღვთისმშობლის ჯგუფის წარმომადგენელი და როდესაც სპექტაკლი დამთავრდა, მთელი ჯგუფი მას ფულშემატკივრობდა და ვარდებიც კი მიართვეს და აი ძალიან ისეთი უბრალო, მაგრამ სიმბოლური ჟესტი იყო, რომელიც ძალიან მესიამონა და მინდა რომ ეს გაყვეთ, ანუ ბოლომდე ესეთი კოლეგიალობა ერთმანეთის მიმართ. რაც შეეხება ამ სპექტაკლს, ნინო ლიპარტიანმა ძალიან საინტერესო პიესა და სპექტაკლის შემოგვთავაზა. იმიტომ რომ შემოგთავაზა ფრანგი თანამედროვე დრამატურგის არც თუ ისე ცნობილი პიესა ღამის აულისაური, რომელიც თლიანად არის ვფიქრობ მორგებული დღეს თანამედროვებას რაც ხდება. ორი სიტყვით ვიტყვი ამბოვის შესახებ, რადგან არც თუ ისე მეტნაკლებად ცნობია ეს პიესა, რომ ოჯახში, სადაც 4 დიდმომიშვი, 4 და არის და 1 ძმა არის, გაიგებენ უცბად, რომ მკვდარია მამა. და მთელი მათი ანუ რეაქცია რომ ამ წუთას, აი სულ ამ წუთას გარდაიცვალა მამა და პირდაპირ იმ წუთას იწყება ქონების გლეჯვაზე და ერთმანეთის კარიერაზე და მომავალზე ფიქრი. ანუ ფაქტი რაც ხდება და ოჯახის რეპუტაციაზე. ძალიან თითოეულ მათგანმა იმუშავა და შექმნა საინტერესო სახე, მაგრამ ჩემთვის მაინც გამორჩეული იყო ორი მსახიობი. კესო ავანიშვილი და ილია ზარდიაშვილი, რომელიც ილია ზარდიაშვილი არის მათი ნახევარ-ძმა, რომელსაც ურეკავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჭირდებათ და ის თავის თავზე აიღოს. თავის თავზე აიღოს ეს ყველაფერი პასუხისმგებლობა და კვლელობა და მოწმინდოს ან მათ ნამუსი. ქმნის არა ცალსახად რაღაცა ბოროტ ან სუნდ გმირის სახეს, არამედ მისი ჰაბიტუსი ეს ძალიან საინტერესო ჰაბიტუსია გილიას და აი ამასთან ერთად ქმნის გმირს, მრავალმხრივ, მრავალპლანიან და მრავალბუნებიან გმირს. ასევე კესო ავანიშვილი, რომელიც არის უფროსი და თავისი ჩაცმულობით, კოსტიუმით, ხასიათით, პასუხისმგებლობით ეს ოჯახის თავშია, ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს და ისიც ძალიან საინტერესო გმირს აკანვიბებს. და ასევე მინდა აღვნიშნო მარია ბზუზაშვილის მხატვრობა, რომელიც სტატიკურია, მაგრამ ძალიან გემოვნებით ის შექმნილი, ის აკარიბებს, ანუ მათ თითქოს აი ეს ნივთები ხო, რაც არის მათი ოჯახით, როგორც ეს გარეგან ჩანს და ყველაფერი კარგია და ესეთი მიმზიდველი, მაგრამ რეალურად არაფერი არ ხდება. აი როგორც ანუ ხომ ვინახავს სპექტაკლებს, სადაც სცენოგრაფია შეიძლება ერთ-ერთ გმირათაც კი ჩაითვალოს და მოქმედია, ხო, აქ არაფერი არ ხდება. ზუსტად ამათთანაც ასე არის, რომ არაფერი არ ხდება, მხოლოდ ის რომ აინტერესებთ მომავალი და კარიერა. ლელა, აი ამ სპექტაკლს რო უყურებ, ხშირად მახსენდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც აი პირადი ცხოვრება არ აქვთ. ამ გოგოს აი კესო ავალიშვილის პერსონაჟი მართლა ძალიან საინტერესოდ გაკეთებული და ეს გოგო რაღაცა აი გამოკვეთილი ვარსკვლავით არის, ხო? იკლავს თავის თავში სიყვარულს, ნებას, ქალურ საწყის ყველაფერს, იმიტომ რომ უნდა პასუხისმგებლობა და ფული და ადამიანები რომლებიც აგროვებენ და მერე უცბად ხვდებიან რომ ამ მოგროვებულით სიამოვნების მიღების დრო არ დაუტოვეს საკუთარ თავს და მერე ნანობენ, მაგრამ უკვე გვიან არის. აი თითქოს საზოგადოების ყოფას განსაზღვრავს ეს პოსტულატი, რომელიც ისე პირველ პლანზეა წამოწეული ამ სპექტაკლში, რა. ხო, ამგვარად ეგრეა და თან მანდ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. აი ზოგადადაც და თვითონ კონკრეტულ სპექტაკლი და გამომდინარე რა მესიჯებს განის, რა არის ხო რეჟისორის და შესაბამისად მსახიობების სათქმელი და ამასაც ჩაურთავ რა ყოველთვის სტუდენტების სპექტაკლებში ყოველთვის უკან იწევს რეჟისორი ხო? რადგან მან უნდა ასპარეზი დაუთმოს მსახიობებს და აი ნინო ლიპარტიანი ამასაც ახერხებს, რომ საკუთარ პოზიციასაც როგორც რეჟისორი, როგორც ხელწერი
თავის საქმედ ყველაფერი ეს რაღაც ერთად გამოკვეთება absolutად მართალია როდესაც საზოგადოება ეს ხო მართლა ეკამთამეს ფორისა საზოგადოების სახე ხელოვნებია ჩვენი საზოგადოების სახე და მართლა ხშირად და რას ვისი არამედ ჩვენიც ალბათ ხო არასდროს თანაგანცდა მამა გარდაიცვალა სულ როგორიც არ უნდა იყოს ნეგატიურად ვარყოფითად მაგრამ ამ დროს ერთადერთი კესოავალიშვილის პერსონაჟი ამბობს რომ ოღონდ ის მხოლოდ რეპუტაციასაც რომ ამ თანაგანცდა არც ერთს არ აქვს და თითქოს თან სპექტაკლში ჩანს რომ ამ კაცის დამსახურებიდან მე მგონი გული წყდება მარტო მოსამსახურეს რომელიც ფოტოს კოცნის და მასთან რაღაც ინტიმურ სხვათა შორის მოსამსახურეს რომ ამბობთ ანანა თოკოშვილი აი თამთამ აღნიშნა რომ დიმიტრი ღვთისაშვილის ჯგუფიდან არის და მე ანანო ყავს ნანახი მართი ჯგუფის საკურსო სპექტაკლი და დამამახსოვდა რადგანაც ძალიან ერთხელ რო შეგხვდეს დერეფანში თავს მოიკლავს და დაგამახსოვრებს ხო ამდი არ ნიჭიერია ისეთი ყოფაშიც ნიჭიერია ენერგია აქვს ენერგეტიკა მივაქცე მაშინ ყველა თან მოვიხილე და ბატონ ძიმასაც უთხარი კიდევ ასე რა კარგი გოგოა მეთქი სხვაზებს არ მომბო სხვები არ არიან კარგი აქ კიდევ ვიტენ საიდან მისამ დანჩენ სამწუხარო ჯერჯერობით არ ვიცნობ თქო ამ სტუდენტებს მონაწილეებს და კიდევ საიდან მე წავიკითხე რომ არ ნანახი მოწეულია მართლა რეაქცია ანუ უკვე მას უბრალოდ მე მასთან დაკავშირებით მაქვს აზრიც მაქვს და პოზიციას და ახ მართლა მაგრამ აი ის რომ ეს მდგომარეობა საერთოდ ვისი ბრავია მამის ზოგადად მშობლების იმ გულგრილობის როგორც მშობლები ექცევიან შვილებს ჩვენ არ ვართ ასეთები ხო მაგრამ რეალურად არსებობს ეს საზოგადოება რომელიცაც ფასეულობები სრულებითაც სრულიად გადანაცვლებულია ამიტომ არ განიცდია შვილები მამის სიკვდილს როგორც რეალურად უნდა განესწრო ახლობელი ადამიანი ეს თუმეტეს ზალადობრივ გარდაცვალებას და აი ამათ რა თქმა უნდა ახალგაზრდებს ვერ ექნება და საბედნიეროდ არ უნდა ქონდეთ ასეთი გამოსცემა ამ ცხოვრებისეული გამოცდილება ბუნებრივია რომ მათ არ ყოფნით და ის ინტუიციით ის პედაგოგის შეგონებით რა თქმა უნდა ისინი ზუსტად იგებენ იმათ არს როგორები არიან ეს ანუ ამ შემთხვევაში ეს ადამიანები და ძალიან გუწფერლები არიან ამ თავიანთ აღქმებში დამოკიდებულებებში თავიანთი პერსონაჟების მიმართაც კი ანუ ვიტყვი ეს ჭალებში არიან კრიტიკურები იმიტომ არ შეიძლება ეს ნორმალურ ჯანსაღ და სრულფასოვან ადამიანს ეს მოწონდეს მაგრამ ჩვენ ხო არ ვარკვევთ ახლა იმასაც კი არ არკვევს ინანდრეში მინ მოკლა ვინ ჩაიდინა დანაშაული ისინიც არ არკვევენ მიზეზებს უკვე ჩვენ ვუყურებთ შედეგს რომ ყველაფრის გამო მივიდა ეს ოჯახი ანუ ეს საზოგადოება აი ამ მდგომარეობამდე თუმცა საბედნიეროდ მე ასე თუ ისე რაღაცები მეტ-ნაკლებად ლაგდება ხო ანუ როდესაც შენ ეჯახები რაღაც სერიოზულ წინააღმდეგობას ან წინააღმდეგობაში უარესად ჩაგითვლას ან პირიქით გამოგაფხიზლოს ხო აი ესეც არის ამ სპექტაკლის პოზიცია ეს დავაკეთე მინდა ასევე გამოვყო და აღნიშნო თვითონ აი ეს გოგო დივანი რომელიც მთელ აი ამ საშინელებას ბრწყალებს ჩაზდის ისი ძალიან საინტერესო სახეს ქმნის და აქაც ძალიან საინტერესო არის რა რომ როგორც კი გაიგებენ შვილები რომ მამა კი არ გარდაიცვალა თავისი ბუნებრივი სიკვდილით არამედ მოკლულია 5 წუთში შვილებს აქვს თანაგანცდა ამ გოგოსადმი მიმართ იმიტომ რომ ხედავენ რომ ისიც მსხვერპლია და რეალურად რა არის კიდევ მნიშვნელოვანი რომ ასეთი მამის ასეთი შვილები ზუსტად იგივე გზას აგრძელებენ ან ესენი ვინც შვილები ხედავენ მამის მანკიერებას კი არ ცვლიან რამეს გასაგებია რომ ეს საწყისია ხო
იგივეს აგრძელებენ და მხოლოდ ერთადერთი ნეგატიურ ბრჭყალებში ჭრილში დანახული ნახევარ-ძმა აღმოჩნდება ყველაზე ჰუმანური. ანუ რა გამოდის, რაღაც კუთხით, მაინც მგონია, რომ დრამატურგი რეჟისორთან ერთად გვეუბნება, რომ ასეთ ოჯახს ყავს ასეთი გამგრძელებელი. მხოლოდ ნახევარ-ძმა არის ნახევრად ზუსტად რაღაცა შეფარვით სხვადასხვა პრიორიტეტებით ჩამოყალიბებული ადამიანი. და საერთოდ იცით რა არის, რომ აი ხა კიდე ესეც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საუბრობთ სტუდენტებზე და მაინც გვავიწყდება, რომ სტუდენტები არიან გულისხმობ იმას, რომ ეს უბრალოდ დადებით ჭრილში ვამბობ ამას, რომ განვიხილავთ როგორც პროფესიულ სპექტაკლს და მინდა წარმატება ვუსურვოთ თეატრალურ უნივერსიტეტის ყველა ჯგუფს, განსაკუთრებით დამწყებებს, კიდევ პირველი, მეორე კურსი და ასევე მესამე კურს, მეოთხე კურს და სულ ასეთი კარგი და ისეთი მნიშვნელოვანი პრემიერებით რომ გაგვანებია. დიდი მადლობა ქალბატონო ლელა, დიდი მადლობა თამთა. აუცილებლად გირჩევთ რომ მიხვიდეთ თეატრალურ უნივერსიტეტში, თეატრსა და კინოს უნივერსიტეტში და ნახოთ ეს სპექტაკლი, ჩვენ კი საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. ნახვამდის.